საინტერესო ამბებითა და ადამიანთა ისტორიებით კვლავ პირდაპირ ეთერშია დროება. ბევრი მეცნიერი დარწმუნებული იყო, რომ მე-20 საუკუნის შავ ჭირად წოდებულ კიბოს დაავადების ისტორიას მე-20 საუკუნეშივე დაესმებოდა წერტილი. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. სიმსივნის განკურნების ფორმულაზე ახლა უკვე 21 საუკუნის მეცნიერები იმტვრევენ თავს. თუმცა დროებამ საქართველოში აღმოაჩინა 40 წლის წინანდელი საინტერესო ფაქტები, რომლებიც ამ სფეროში არსებულ რეალობას თავდაყირა აყენებს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, სპეციალისტების საქმეა დროება და მისი კორესპონდენტი თიკო ფეიქრიშვილი მხოლოდ ამ უცნაური ისტორიის შესახებ გიამბობთ. პრეპარატი ემი, ანუ კამელინი, შექმნილია 1950-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ბენედიქტ ძაგული მაღლაკელიძის მიერ. პრეპარატი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ. პრეპარატი კამელინი, რომელსაც შესაძლოა მსოფლიო სენსაცია მოეხდინა, 29 წელია აღარ იწარმოება. თუმცა 60-70-იან წლებში პრეპარატმა ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის დაამარცხა. პრეპარატის ერთადერთი შემადგენლობა ჩვეულებრივი ნატურალური თაფლია. 1945 წელი ბენედიქტ მაღლაკელიძე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოს მთავარი ქირურგია. ამ უნიკალური პრეპარატის პირველი აღმოჩენა სწორედ აქ ხდება. ამის შემდეგ მაღლაკელიძე თაფლზე მუშაობას იწყებს. პირველი ექსპერიმენტი თბილისში აკადემიკოს წულუკიძის სახელობის კლინიკაში ვირთხებზე კეთდება. ექსპერიმენტს ხელმძღვანელობს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბოკუჩავა. პრეპარატი ისინჯება ინფექციებზე სტაფილოკოკი, გინოკოკი, სიფილისტი, ტუბერკულოზისა და კოხის ჩხირი. შედეგი ყველა ბაქტერია ნადგურდება. ცოფის ვირუსის შემდეგ მუშაობა ავთვისებიან სიმსივნეზე იწყება. ექსპერიმენტს სათავეში აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი უთქვება. პირველი ცდა პაციენტზე სწორედ აქ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის კათედრაზე ჩატარდა. ყელყურცხურის განყოფილების უფროსი პროფესორი ჩარგეიშვილი პრეპარატ კამელინის ხორხის სიმსივნეზე იყენებს. შედეგი სიმსივნე ქრება. კამელინით მკურნალობა თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში იწყება. ამავე პერიოდში სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებში კამელინის შედეგად განკურნებული ავადმყოფების ისტორიები ქვეყნდება. ავადმყოფი 25 წლის ავადმყოფობის ისტორია ნომერი 175. შემოვიდა ცენტრალურ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყელყურცხურის განყოფილებაში 1958 წლის 25 მაისს. კლინიკური დიაგნოზი ხორხის კიბო. ჰიტომორფოლოგიური გამოკვლევით დადგინდა ბრტყელებითა ლურჯედოვანი კიბო გარქვავებით. 2 მაისიდან დაიწყო მკურნალობა კამელინით. მკურნალობიდან 14 დღეში ტკივილები გაქრა. ხმა დაუბრუნდა. ლარინგოსკოპია. სიმსივნური წარმონაქმნის ადგილას აღენიშნება მკრთალი ნიშანი. 24 დღის შემდეგ წარმონაქმნის სრულად გაქრა. ავადმყოფის 63 წლის ავადმყოფობის ისტორია 4766. კლინიკური დიაგნოზი ხორხის კიბო, მარცხენა ფილტვში გასული მეტასტაზებით. ავად არის 3 თვე. 13 დეკემბერს დაიწყო მკურნალობა კამელინით 1 მილიგრამი 3 დღეში. 1 იანვარს მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. შედეგი ხმის იოგების სრულად აღდგა. პათოლოგიური ცვლილებები აღარ არის. რენტგენის გადაღებისას ფილტვზე ადრე აღნიშნული სიმსივნური წარმონაქმნი მთლიანად გამქრალია. შრომათა კრებული ტომი 5 1970 წელი. ნაშრომს ხელს აწერენ ჭუმბურიძე, გიორგობიანი, თურმანიძე და აფაქიძე. პრეპარატის ასეთი თვისებისა და იმის გამოც, რომ მას არ აქვს გვერდითი მოქმედება ორგანიზმზე, იგი შეიძლება შეუზღუდავად გამოვიყენოთ ავთვისებიანი სიმსივნეების ყველა ფორმით დაავადებულების სამკურნალოდ. ეს არის ერთ-ერთი დასკვნა იმ სამეცნიერო ნაშრომებიდან, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ჯანდაცვის ოფიციალურ სამეცნიერო ნაშრომებში 20 წლის მანძილზე ქვეყნდებოდა. დაახლოებით 20 წლის წინ პრეპარატი კამელინით ინკურნება ოთარ რამიშვილიც, რომელსაც ხორხზე არსებული წარმონაქმნის გამო მეცხრე საავადმყოფოში ოპერაცია დაუნიშნეს. მე საავადმყოფოში მივედი ოპერაციას ვაპირებდი და მე რო გაიგო ამ ნიას მაღლაკელიძემ რო ოპერაციას ვიკეთებდი, მითხრა არ გინდაო და მეუღლემ გამომიყვანა და მაგან მომცა კამელინი 3 ამპულა. ხელის კიბოს არ ჩენს. გავიკეთე 3 ნემსი და გაქრა ყველაფერი. სიმსივნური იყო? ხო, სიმსივნური იყო. კამელინის რეალური შედეგებით მაღლაკელიძე ლენინგრადში პროფესორ შაბათთან ჩადის. ლენინგრადის შემდეგ პრეპარატზე დადებით დასკვნას იძლევა მოსკოვიც. თბილისი პრეპარატის ქარხნული წესით დამზადებას იწყებს. შაბადის და იმითი დასკვნა იყო შაბადის მოსკოვში, ლენინგრადში, მაევსკი მოსკოვში, რომ ესე იგი ანტიბლასტომური პრეპარატია ესე. იმიტომ რომ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს ექსპერიმენტებში. სიმსივნური უჯრედების ნეკროს იძლევა.
ქართველი მეცნიერების ნაშრომებში ჩნდება ახალი ავადმყოფობის ისტორიები. პრეპარატით სარგებლობს უფრო მეტი საავადმყოფო, თუმცა კამელინის გამოყენებაზე უარს აცხადებს ონკოლოგიის ინსტიტუტი. შრომათა კრებული ტომი 5 1970 წელი. კლინიკური და მორფოლოგიური დიაგნოზით ავთვისებიანი სიმსივნის დადგენის შედეგად ავადმყოფებს ენიშნებათ პრეპარატი კამელინით მკურნალობა ოპერაციისთვის მოსამზადებლად. მაგრამ ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე უარს აცხადებენ ოპერაციაზე და ეწერებიან. ამავე კრებულში მოყვანილია ავადმყოფობის ისტორიები. ყველა შორს ასული ფორმები მდგომარეობა უმჯობესდებოდა. განსაკუთრებით სისხლის სურათი იცვლებოდა, როგორი ის ანემია, სისხლნაკლოვანება და საერთო პათოლოგია იცვლებოდა. უკეთესობისაგან. სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც ხმარობდნენ მაგას ლეიკემიების დროს. ასწორებდა სისხლის სურათს. 35 წლის წინ 1968 წელს პრეპარატი კამელინი მოსკოვში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით მყოფ ჭაბუ ამირეჯიბისთვის ჩააქვთ. იმ პერიოდში მას უკვე ქიმიოთერაპიის კურსები დაწყებული ჰქონდა. თუმცა პრეპარატი კამელინი რამდენიმე დღეში სრულიად განსხვავებულ შედეგს იძლევა. სიმსივნე ქრება. შემდეგ რაც კამელინით მკურნალობა ტარდება, შემდეგ უკვე რენტგენი რას აჩვენებს, ანუ არის კიდევ ავთვისებიანი სიმსივნე? სიმსივნე აღარ იყო თიკო. სიმსივნე გაქრა, მაგრამ გაქრებოდა ეს სიმსივნე თუ არ გაქრებოდა, ესე იგი სისხლი უფუჭდებათ იმ ავადმყოფებს, ვინც იქ დასხივებით მკურნალობდა, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ქონდა სისხლი, იცით? და ამას ერთადერთს ქონდა ბრწყინვალე მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი სისხლის და უკვირდეთ ძალიან და ამირან მორჩილაძე ამბობდა, რომ ამათ რა ეციან, მე რას უკეთებ, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბატონი ძაგულის წამალი დაშვებული. 1974 წელს კამელინის წარმოება თბილისის ფარმაკოლოგიურ ქარხანაში შეწყდა. მიზეზი პრეპარატის შემქმნელის ბენედიქტი მაღლაკელიძის გარდაცვალება გახდა.